ფერადი დღე მშვიდობისა, ყველაზე კოსმიური ტარო კონსულტაციის გვერდიდან, რომელიც უკვე იცით რომ უნდა გამოიწეროთ და მადლობის ნიშნად კომენტარები უნდა დატოვოთ, თუ კი ამ ვიდეოს უყურებთ. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ პირადი კონსულტაცია არის ფასიანი და უნდა ჩაეწეროთ წინასწარ. დღევანდელი გაშლა იქნება პაუზა თუ დასასრული, თუ ახლა თქვენს ურთიერთობაში არის პაუზა და არ იცით, რას უნდა ელოდოთ, აიჩეთ პირველი, მეორე ან მესამე და ვნახოთ პაუზა თუ დასასრული და ამავდროულად ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პაუზა თუ დასასრული. თუ აიჩეთ პირველი, მინდა გითხრათ, რომ უფრო მანიპულატორი ადამიანის ენერგიები მოდის, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პაუზა აუცილებლად გაგრძელდება, მაშინ როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ და რასაც უნდა, როგორც უნდა და როცა უნდა ისე მოიქცევა და აუცილებლად მიიღებს მაინც იმ ყველაფერს, რაც მას სურს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი არ თვლის, რომ ეხლა რაიმე სახის პრობლემა შეიძლება იქნებოდეს ამ პაუზით, მისთვის სრულიად ნორმალურია, ასე უნდა, რომ ახლა ასე უნდა იყოს, თუნდაც და რაღაც პერიოდში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა გააგრძელებს იგივე ქცევებს და ყველაფერს აბსოლუტურად იგივენაირად. არაფერს არ შეცვლის, თუ იმის მოლოდინი გაქვს, რომ ამ პაუზის შემდეგ რაღაცები შეიცვლება, არ შეიცვლება, ეს ადამიანი იგივენაირად დაბრუნდება, თავს მოგაჩვენებს, რომ შეიცვალა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ზუსტად იგივენაირად გავითარდება, როგორც ახლა. რაც შეეხება მეორეს, ამ შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა, მინდა გითხრა, რომ აქაც საკუთარ თავთან ბრძოლაა, თუმცა ეს ადამიანი აუცილებლად გადმოდგამს ნაბიჯს და დაბრუნდება, მაგრამ აქაც მინდა გითხრა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. კიდევ ერთხელ დაგანახებს მის რეალურ სახეს, რომელიც ბევრჯერ უკვე დაინახე და თვალს ხუჭავ, არ გინდა რომ რეალობას თვალი გაუსწორო, თითქოს რაღაც ეს ენერგიებში ხარ, თუმცა სამწუხაროდ ეს ადამიანი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ რაღაცას დაბრუნების შემდეგ, რაც თქვენ არ გსიამოვნებთ არის, გამოც შეიძლება ეს პაუზა იყოს, ასე რომ ცვლილებების იმედი არ გქონდეთ, თუმცა დაბრუნებით დაბრუნდება. რაც შეეხება მესამეს, ამ შემთხვევაში აქაც ვიტყვი, რომ გაკვეთილი, რომელიც უნდა გესწავლოთ, თითქოს ისწავლეთ, საკუთარი პარტნიორის უფრო მეტი დაფასება შეიძლება ასევე ამ პერიოდმა გაჩვენოთ და გაითვალისწინოთ სხვა შემთხვევებში, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ეს ურთიერთობა გაგრძელდება იმაზე იდეალურად ვიდრე მანამდე იყო, თითქოს ყველაფერი უფრო მეტად დაალაგდება, დაწყნარდება და დამშვიდდება. წარმატებული ბედნიერი და ფერადი დღეები ყველას.